განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სუსის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყებით ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ინტენსიურად გრძელდება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვისთანაც დაკავებული შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო. პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლითაც მიმდინარეობს. ანდრია ლილუაშვილს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკა. რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის დაკავების შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე კობა ხუნდაძე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით 11 ობიექტის ჩხრეკა ჩატარდა. რა დროსაც ლილუაშვილთან დაკავშირებული ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა მთლიანობაში $1,319,300 ამერიკული დოლარი ამოიღეს. ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში კი $2,004,900 ამერიკული დოლარი. პროკურატურის ინფორმაციით კობა ხუნდაძემ დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში მიწის ნაკვეთები შეიძინა და ქონების ინვესტირება პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში მოახდინა.